თავს ძალიან კარგად ვქნობ ჯამრთელობით უკვე ჩემი აზრით 100%-ით ვარ გამოჯამრთელებული. გუნდს 3 დღეა უკვე რაც შევუერთდი, ვარჯიშებზე სრული დატვირთვით ვარჯიშობ. და რა ვიცი, საკმაოდ კარგად ვქნობ თავს იმისთვის, რომ ხვალ მაქსიმალურად დავეხმარო ნაკრებს გამარჯვების მოპოვებაში. დიდი პასუხისმგებლობა ყოველთვის ნაკრებში თამაში, ამისთვის ვიმზადებოდი მთელი ზაფხული. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ და ვეცდები მწვრთნელის დავალებები მოედანზე გადმოვიტანო და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. და წვრილი შევიტანო ხვალინდელ თამაში. მქონდა 4 დღე იმისთვის, რომ მომზადებულიყავით ამ თამაშისთვის და ისრაელის ნაკრების თამაშისთვის თბილისში. რაც შეეხება ესტონეთს, არის გუნდი, რომელიც არის არ აყავთ ის გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც ყავს სხვა ნაკრებს. დარბიან წინ და უკან და მე უფრო სამქულიანებზე არიან გადასულები და ყველანი დაწყებული პირველი ნომინა 5-მდე ყველა მსვლელია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გავითვალისწინოთ ჩვენი ტრენერის ის ყველა მნიშვნელოვანი მინიშნება, რაც მოგვცა ამ 4 დღის განმავლობაში და იმედია, რომ ხვალინდელ თამაში გამარჯვებას მივაღწევთ. პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ გუნდში ძალიან საბრძოლო განწყობაა, ძალიან კარგი ჯანსაღი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ესტონეთში ჩამოსული ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა დამატებული ნაკრების მწვრთნელს და იმედია, რომ ეს ახალგაზრდა მოთამაშეები გაამართლებენ და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ეს სოფლის შერჩევითი იყოს ჩვენთვის გამოცდილება, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშის გამოცდილების კუთხით და მომავალწელს თქვენ როგორც მოგეცემებათ გვეწყობა ევრობასკეტის შერჩევით ტურნირი და ჩვენ ძირითადი მიზანია, რომ ევრობასკეტზე ჩვენ შევხვდეთ ოპტიმალურ ფორმაში და ყველა ის თამაშები და მოხდეთ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი.